საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ავსტრიაში გაიმართა და უკრაინელებმა მეტოქეს 2-1 მოუგეს. შეხვედრაში ანგარიში მატჩის მეორე ტაიმში 47 წუთზე კრავეცმა გახსნა. შემდეგ ანგარიშის სხვაობა ურამდე 86 წუთზე კონოპლიანკამ გაზარდა. საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი გოლის გატანა 91 წუთზე შეძლეს. უკრაინელთა კარი ეფექტური დარტყმით მათე ვაწაძემ აიღო. ამის შემდეგ საქართველოს მეტოქის კარში გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა შეხვედრა უკრაინელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. კახა ცხადაძის გუნდი მორიგ მატჩს 13 ივნისს გამართავს. ევროშესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. მე არ მინდა გავამახვილო იმ ინდივიდუალურ შეცდომებზე, რომელმაც მოიტანეს გოლი, იმიტომ რომ ეს არაფრით ამ წუთში ძალიან დიდი მნიშვნელობის არ არის ჩემთვის. პირველ ნახევარში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ დასკვნით ფაზაში უფრო ცოტა მეტი სითამამე გვინდოდა დარტყმაში, ბოლო გადაცემაში. პირველი რაც ყველაზე მთავარი, რომ პროგრესი იმ თამაშებთან შედარებით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ გერმანიასთან და მალტასთან, აშკარად ჩანს.